მოგესალმებით, დღეს არის ჩვენი მომდევნო ეპიზოდი. დღეს ვართ სტუმრად გიგი კურტანიძესთან, რომელიც არის e-commerce-ის და ზოგადად ციფრული მარკეტინგის ექსპერტი, კოუჩი, აქვს თავისი დიდი community YouTube-ზე. და მოდით გავიგოთ გიგისგან დეტალები, რა ხდება და როგორ ხდება ელექტრონულ კომერციაში და ზოგადად ციფრულ მარკეტინგში. გიგი, მადლობა, რომ დაგვთანხმდი გადაცემაში მონაწილეობაზე და თუ შეიძლება მოგვიყევი, საიდან დაიწყო თქვენი ამ მიმართულებაში მოღვაწეობა, საიდან აღმოჩნდით ციფრულ მარკეტინგში და ზოგადად e-commerce-ში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ. რაც შეეხება ჩემს უშუალო გამოცდილებას, პირველი შეხება ციფრულ მარკეტინგთან დაიწყო 2018-ში, მაშინ ბარსელონაში ვსწავლობდი და პირველად აღმოაჩინე ჩემი გერმანელი მეგობრისგან საერთოდ e-commerce-ი და dropshipping-ი. მან გამიზიარა თავისი ერთგვარი რაღაც ძალიან მარტივი პროდუქტი, რომელსაც ყიდდა გერმანულ ბაზარზე და თვეში გამომუშავებდა საკმაოდ დიდ თანხებს და მოკლედ დავინტერესდი და იმ დღიდან მოყოლებული მაშინ ფინანსებზე ვსწავლობდი, მაგრამ რა თქმა უნდა გადავწყვიტე, რომ მარკეტინგი უნდა მესწავლე, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა ისედაც YouTube-ზე კონტენტის შექმნის. ბავშვობიდან ასე ვთქვათ YouTube-ის ვიდეოებს წერდი და მოკლედ იმ დღიდან მოყოლებული ჩაუჯექი YouTube-ს, ვისწავლე ვიდეო გაკვეთილებით, მე საქართველოში ჩამოვედი, ძალიან მალევე დავიწყე მუშაობა ესეთ ქართულ სტარტაპზე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი არის ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელიც არის ონლაინ კურსების პლატფორმა და მოკლედ მაქედან მოყოლებული მე უკვე e-commerce-თანაც ძალიან დიდი თანაკვეთა მქონდა, საოჯახო ბიზნესი მქონდა მე და მამა ჩემს და თავიდან ის რაღაც დრამატულად დაიწყო, რომ არ იყიდებოდა ეს ბიზნესი კარგად და გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნით დავხმარებოდი, შევქმნი პირველად ჩემი უნარებით WordPress საიტი, ჩავაშენე გადახდის სისტემა, ყველაფერი რეკლამები Facebook-ზე, ფოტოსესიების მე თვითონვე გადავიღე, გავუშვი მოკლედ პროდუქტი და თან პანდემია დაგვემთხვა და კარგი ის იყო, რომ პანდემიის პერიოდში, რადგან პანდემია ზოგადად ცუდია, მაგრამ რაც ერთი დადებითი რაც გაგვიმართლა, რომ ყველა ჩაკეტილები რადგან ვიყავით ონლაინ გაყიდვებზე იყო ხალხი გადართული და შესაბამისად e-commerce-ი მაგრად დააბუსტა რა. ძალიან წაგვადგა საკმაოდ ან თითქმის მთლიანი ზარალი რაც მანამდე ქონდა კომპანიას თითქმის ერთ თვეში ამოვიღეთ და დღეს უკვე საკმაოდ დიდი მასშტაბით B2B-ზეც გასულები ვართ ამ პროცესში. კიდევ სხვა რა პროექტებზე და კამპანიებზე მუშაობდით ელექტრონული კომერციის ბიზნესებისთვის, რომ დახმარებოდით და გაყიდვებით შესაბამისად გაიზარდეთ. ყველაზე საინტერესო პროექტები, რასაც მივუშავე, ის იყო ამერიკულ და ავსტრალიულ ბაზარზე. ჩვენ საქართველოსდან ქართული გუნდი ვიყავით და ახლობ 20 კაცი. ვიყავი მათი მარკეტინგის ხელმძღვანელი, ყავდა ინვესტორი უცხოეთიდან და მთლიანად ქართველები მუშაობდით, ყოველ თვე უშვებდით რამდენიმე ძალიან მარტივ dropshipping-ის ტიპის მაღაზიებს ამერიკულ ბაზარზე, ავსტრალიულზე, კანადურზე. ტესტავდით პირველ რიგში რომელ ქვეყანაში მუშაობდა და რომელ ქვეყანაში ქონდა ყველაზე დიდი გაყიდვები და მე შესაბამისად მაგის მიხედვით როცა ადაპტირდებოდით და data გქონდა უკვე მე გადავდიოდით რაციული e-commerce-ზე. საწყობს ქირავდით, 3PL-ით და ანუ keyword-ებს მაბათე გაწყვეტინებ, keyword-ებს ნახულობდით, რაზე იყო მოთხოვნა ყველაზე ძალიან. არა, რეალურად უშვებდით რა პროდუქტს, საიტს გა landing page-ს ავაწყობდით, პროდუქტს შეუთანხმდებოდით, რაღაც ცირე მარაგებს დავასაწყობდით ყველა ბაზარზე. და გავუშვებდით მე რეკლამებს Facebook-ში, Google-ში, Instagram-ზე და თუ დავინახავთ რა იყო შემთხვევები რომ რაღაც ბრენდი მარტო ავსტრალიაში მუშაობდა, იყო რაღაც შემთხვევები რომ რაღაც ბრენდი ამერიკაშიც მუშაობდა და კანადაშიც რა და მე მაგის მიხედვით უკვე სტოკებს ვანახლებდით რა, ანუ თუ დავინახავთ რომ ავსტრალიაში ყველაზე დიდი მოთხოვნა და ყველაზე კარგი CPA, ROAS-ი ქონდა, მაგის მიხედვით მე უკვე ბევრად უფრო დიდი მასშტაბის საწყობს ვქირავდით, ვასაწყობდით ამ პროდუქტს და მთლიანად აი ქართული გუნდი მუშაობთ ყველაფერზე, დაწყებული landing page-დან ჩვენივე დეველოპერები ყავდა და Shopify-ზე ვაკეთებდით ამ ყველაფერს, ძალიან მაღალი ხარისხის საიტებს ვაწყობდით და უშუალოდ რეკლამებიც რა, ანუ რეკლამების ნაწილში ძალიან დიდი ტესტირებები მიდიოდა. ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ თითო ბრენდზე მინიმუმ 100 ტიპის რეკლამას სხვადასხვა angle, სხვადასხვა hook-ებს ტესტავდით, რომ რაღაცა
data წამოყვეყო რა და მე პროცესში ძალიან ბევრი ხელსაწყოებიც იყო რა თქმა უნდა რაც გვეხმარებოდა რომ ეს ოპტიმიზაცია და სწორი გადაწყვეტილებები გავკვეთებინა რა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო მიმართულება რაც მუშაობ. კი, ამას გარდა მასტერ-კლასებსაც თავაზობთ ხომ რეალურად, ასევე ციფრულ მედიაში ვიდეოებსაც ათავსებთ. რითიც ეხმარებით დამწყებს ელექტრონულ კომერციაში და დამწყებებს და არ მხოლოდ ხო მათ როგორ გაზარდა გაყიდვები, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რა იყო მთავარი мотиваცია ამ კუთხით? საინტერესო კითხვა, რაღაც ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის მინდოდა ხალხისთვის რაღაც ჩემი ემოციების გამოცდილების გაზიარება და მერე პროცესში აღმოაჩინა რომ კარგი უნარი მაქვს გადმოცემის რა, ანუ შემიძლია რომ ძალიან დეტალურად მარტივად აუხსნა ისეთი რაღაცა რაც შეიძლება ვიღაცისთვის წარმოუდგენელი იყოს რა, რომ გაიგოს. და ამ პროცესში და ამ ანალიზში როცა გავიგე, სხვა შორის ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მუშაობდი და მადლობა მათ რომ ეს შესაძლებლობა მომწეს რომ ჩავატარე ჩემი პირველი მაშინ კურსი და გავხდი მენტორი. რა თქმა უნდა პირველი შეხება არ იყო რაღაც ჩემთვის ყველაზე საამაყო, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე, რაც თავარია. შემდგომგვე გამბედაუბაც და მაგით ამოყოლებული მივხვდი რომ ეს ის საქმე იყო, რაც უნდა მეკეთებინა, რომ სულ ხალხისთვის ინსპირაცია მიმეცა, мотиваცია, რომ აი თუნდაც არ არის საჭირო რომ ოფისში 9-დან 6-მდე იჯდე და შეგიძლია რომ იმოგზაურო და თან აკეთო შენი საყვარელი საქმე რა. აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი мотиваცია და მით უმეტეს ახლა საქართველოში ჩვენი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე სულ მაგას ვეუბნები ქართულ აუდიტორიას რომ ჯობია პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე გაიტანო ვიდრე ქართულ ბაზარზე იმას არ ვიძახ რომ ქართულ ბაზარზე არაფერი არ მოვაკეთოთ, რა თქმა უნდა გასაკეთებელი ძალიან ბევრი არის, მაგრამ ანუ ის სხვა შესაძლებლობებს გაძლევს რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი მე დავაგროვე საერთაშორისო ბაზარზე მუშაობით, როცა ჩვენ ქართულ გუნდი მუშაობდით. აი თავიდან რო შევიკრიბეთ ეს გუნდი, აი თითქოს აი არავის არ ქონა ეს საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილება არც ამერიკულად და გვეშინოდა რომ აი მე ეხა ამერიკელებთან როგორ შევალთ კონკურენციაში, მით უმეტეს როცა მთელი მსოფლიო ცდილობს რომ მათ შევიდეს, მაგრამ ქონია შემთხვევა რომ მაგალითად ქართულმა გუნდმა სამ თვეში $1 მილიონ გაყიდვაზე ავიყვანეთ ბრენდი. პირველ სამ თვეში. და თან ყველაზე საინტერესო იყო რომ ეს პროდუქტი იყო აფროამერიკელი ხალხისთვის გათვლილი, რომელიც სრულად შემთხვევით აღმოაჩინეთ Google-ში რა ტრენდებით, რომ თურმე იყო რაღაც მათ აქვთ რაღაც განსხვავებული ტიპის თმა და თმის მოვლენის ბრენდი დავუჩეთ. და შესაბამისად რომელიც იყო მათ თმაზე მორგებული. იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ეს დეტალები არ ვიცოდი, მე გავიგეთ, ისევე კარგი დიდი რესერჩით, გუნდში ყავდა ცალკე რესერჩერები რა, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდნენ და აღმოაჩინეთ პროცესში, რომ თურმე სხვა ტიპის თმა აქვს, რომელსაც ჭირდება სხვა ტიპის მოვლა, მით უმეტეს როცა ზამთარი არის, თურმე თმის ზრდის პრობლემები აქვს და დიდი რესერჩის მერე ვიპოვეთ საფლაიერი, რომელიც აწარმოებდა მსგავსი ტიპის პრობლემაზე ორიენტირებულ პროდუქციას, უკეთესი ბრენდინგი გავაკეთეთ, ჩინეთში შევუკვეთეთ კარგი ლამაზი შეფუთვები, ამერიკაში უკვე ეს შეფუთვა ჩადიოდა, იქვე ისხმებოდა ეს პროდუქცია და ბრენდი ავუყვანეთ $1 მილიონ გაყიდვაზე სამ თვეში. ჩებიუთი ესეთი ბრენდია, შეგიძლიათ მე თქვენს ნახოთ და ეხლა რა ბედი ეწია, ანუ დღემდე ფუნქციონირებს. უბრალოდ მე შემდგომ ამ კომპანიიდან წამოვედი, ჩემი თავი ამოვწურე რესურსი და მინდა და სულ ჩემი რაღაც გამეკეთებინა ჩემი პროექტები და დღემდე საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს ეს პროექტი. ვა, ძალიან მაგარი. დროპშიპინგზეც რა ვისაუბროთ რეალურად ხა, ანუ რამდენად აქვს პერსპექტივა თან განსაკუთრებით საქართველოს ბაზარიდან გამომდინარე რომ განვიხილოთ. ქართულ ბაზარზე რამდენად შესაძლებელია დროპშიპინგი? ოკეი. პირველში ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა დღეს ისეთ სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ რომ ალბათ ვიტყოდი რომ უცხოურ ბაზარზე აი ავსტრალიაში რომ დაიწყო დროპშიპინგი ბევრად უფრო მარტივი ვიდრე ქართულ ბაზარზე. იმიტომ რომ ჩვენთან არ არის კარგი ლოჯისტიკა. ლოჯისტიკის ამბავი, იმიტომ რომ აი მაგალითად ავსტრალიაში რომ დაიწყო რა, არიან ძალიან ბევრი მიმწოდებლები, რომლებიც გთავაზობენ მსგავს სერვისს, რომ 3 დღეში, 4 დღეში უკვე თვითმფრინავით ჩაიტანენ რა ადგილზე შენს პროდუქციას და ეს ახლა ძალიან დიდი შეღავათია დროპშიპინგისთვის, იმიტომ რომ ჯერ რო ავხსნათ დროპშიპინგი რა არის, ხო, ეს უბრალოდ ერთგვარი ბიზნეს მოდელია, ანუ აი სუიძახიან ხოლმე ინტერნეტში, რომ აი დროპშიპინგი მკვდარია, არ მუშაობს. აი ეს არის სრული აბსურდი და რატომ? იმიტომ რომ ეს დროპშიპინგი არის უბრალოდ ბიზნეს მოდელი, ხო? ანუ e-commerce-ია, უბრალოდ სხვაობა ისე რომ ლოჯისტიკურ ნაწილში რომ შენ არ ფლობ მარაგს,
როცა ასე ვთქვათ, მოთხოვნა გაქვს პროდუქცია და მომხმარებელი შემოდის საიტზე ყიდულობს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ავტომატიზაცია ხდება და მიმწოდებელი მისდის შეტყობინება, რომ ვიღაცამ შენი საიტიდან იყიდა პროდუქცია და ამ დროს იგზავნება მარტო ეს მარაგი, ხო? და ჩემი აზრით ძალიან ანუ ეს არის მომავალი საერთოდ რა, ანუ რო შეგიძლია დალანჩო ბიზნესი რისკების გარეშე, რომ ეხლა ტრადიციული e-commerce-ში ის მინუსია, რომ ძალიან დიდი მარაგები უნდა ჩამოიტანო და ის რისკი უნდა გაიღო, პლუს საწყობი უნდა იქირავო და ძალიან დიდ ხარჯებთან არის და dropshipping-ს ეს არ ჭირდება და სულ ამას ვიძახ ხოლმე, dropshipping არის იდეალური პროდუქტის გასატესტად, რომ აი ნახო ბაზარზე 2-3 თვე გატესტო, აი რამდენად კარგად მუშაობს, თუ დაინახავ რომ ეს ტრენდი არის და პოზიტიური return-ი გაქვს, მერე უკვე შეგიძლია რა თქმა უნდა, რომ საწყობიც იქირავო და დიდი მარაგებიც ჩამოიტანო და მოკლედ რავი, საქართველოს რაც შეეხება, აი ვისურვებდი, რომ რა ჩემი ოცნებაც არის, რომ რაღაცა ეხა უფრო SaaS ბიზნესშიაც გადავერთე, სულ რაღაც ფიქრობ ხოლმე, რომ ხო არ გავაკეთო რაღაცა ესეთი პლატფორმა, სადაც შეგიძლია, რომ წარმოებლები მათ დაარეგისტრირონ თავიანთ შემოთანილი პროდუქტები, მარაგები და მერე უშუალოდ პატარ-პატარა მაღაზიებმა ან ინდმეწარმეებმა წაიღონ ცალობაში. უფრო B2B-ის მოდელის აწყობა. ხო, იმიტომ რომ ნახე B2B e-commerce რა. კი, იმიტომ რომ ნახე dropshipping-ში რა არის, რომ აი პლატფორმები არა, მაგალითად არის dropship.io, არის კიდევ ყველაზე ტრენდულია CJ dropshipping რა. შედიხარ საიტზე, იქ ხდება მილიონობით პროდუქცია, შენ Shopify-ის მაღაზიას ერთი კლიკით აკავშირებ მარაგებს და როცა შენ Shopify მაღაზიაში შეკვეთა შემოგდის, CJ ავტომატურად აგზავნის წარმოებელთან ამ შეტყობინებას და ეს პროცესი არის ძალიან დალაგებული და საქართველოში სამწუხაროდ გავსი პლატფორმა ჯერ არ გვაქვს. შესაბამისად ძალიან რთული არის და უფრო აი ვიტყოდი რომ CJ-ისაც კი პრობლემები აქვს რა, აქ მაგალითად ქართულ ბაზარზე რომ დაიწყო CJ dropshipping-ით არ ყავს რა ის კარგი DHL-ი არის ერთადერთი რომელსაც ჩამოვარდა DHL ძალიან ძვირია და პლუს 30 დღეს გეუნება ხო ძვირია აი როგორია მომხმარებელი რაღაც იყიდა და 30 დღე უნდა დაევალოს ხო ანუ თითქმის შეუძლებელია ერთ-ერთი ალტერნატივა არის ხოლმე რომ ადგილობრივ ბაზარზე ნახო ვიღაცა ქართველი ან თუნდაც უცხოელი ვისაც დიდი მარაგები აქვს დასაწყობებული აქვს და იმას შეუთანხმდა რომ ცალობაში წაიღო და მასე თუ გააკეთებ dropshipping-ს და სხვა შეს ეგ მიცდია და კი ნამდვილად შესაძლებელი არის მაგრამ რა უბრალოდ ბევრად რთულია ქართულ ბაზარზე გველაპარაკე აბა მაინტერესებს ზოგადად რას ფიქრობ ქართულ e-commerce-ზე რა გამოწვევები აქვს თქვენი დაკვირვებით რა შეიძლება რომ გაუმჯობესდეს რა არის კარგი რა არის ცუდია ეს მოდი ცოტა ქართული e-commerce-იც მიმოვიხილოთ რა აუცილებლად ხო აი როცა ამერიკულ ბაზარზე მუშაობდი მე უფრო დავინახე ეს ძალიან დიდი სხვაობა რა ხარისხში და რას გულისხმობ რა აი ქართულ ბაზარზე როცა უყურებ ხოლმე მესმის რომ ბაზარი ძალიან მცირეა მაგრამ რაღაცა თითქოს აი დეტალებზე ორიენტირება ნაკლები გვაქვს ხოლმე რა აი მაგალითად რო უყურებ რაღაც მაღაზიებს რომლებიც დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდიან სულ ის კითხვა მიჩნდება რომ აი რატო არ ტესტავენ თქვა კრეატივების ბევრ ვარიაციებს რა აი იყოს იგივე პროდუქტი, просто უბრალოდ სხვა ანგლით ან თუნდაც სხვა მესიჯით ან სხვა ინსაიტით რაღაც აი სულ მაგას ვიცახი რა ტესტირებები ძალიან ნაკლები გვაქვს აი და ვისურვებდი რომ ბევრი e-commerce მაღაზიამ უფრო მეტად დიდი რესურსი ჩადოს კრეატივების ტესტირებაში კიდევ ერთი რასაც ვიტყოდი რომ სტრატეგიულ ნაწილში რასაც უყურებ ეხლა მე როგორც მენტორს ხშირად მეკითხებიან ხოლმე და მაგიდან ვხედავ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რომ თითქოს კამპანიების დონეზე რო აწყო კამპანია მეტაში, engagement-ზე რო გაუშვა ეს კამპანია, თითქოს რაღაცა აი არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, რომ engagement objective-ზე უფრო კარგი შედეგია ვიდრე sales რა, ანუ მეტაში გვაქვს ეგ objective-ები რა, engagement-ი, sales-ი, იქ leads-ი არ კიდევ სხვა რაღაცები, მაგრამ sales თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ გაყიდვები, ხო, ანუ და რასაც უყურებ ხოლმე აი რამდენი მცირე საშუალო ბიზნესებთან შეხება მქონია. რო შევსულ არ მათ ad account-ებში, მინახავს რომ engagement-ზე გაშვებული კამპანია და სულ ეგ კითხვა მიჩნდება რა რატო. როცა პირდაპირ მეტა გეუბნება რომ sales იმიტომ არის რომ ის დიდი ალგორითმი რაც მეტას უფრო მორგებულია და sales-ზე უშვებს ანუ ისეთ აუდიტორიაზე, რომელიც უფრო მყიდველუნარიანია და აი ეს სტრატეგიული ნაწილიც ცოტა მოვიკოჭოთ მაგ ნაწილში, თუმცა ამ ბოლო დროს ხო ბევრი პოზიტიური შემიძლია თქვა აი კომენტებში რასაც უყურებ ხოლმე
უკვე მაგხრივ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს, იმიტომ რომ პირველ რიგში ბევრი ისეთი კონტენტ კრეატორი გამოჩნდა ჩემს გარდა და ძალიან მიხარია, რომლებიც აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეს ცოდნა უფრო ვრცელდება, რაც ძალიან კარგი არის და ასევე კომუნიკაციაში ერთმანეთს რო ეხმარებით, უფრო მეტი პოზიტიური ფიდბექი ვრცელდება და ეგეც ძალიან კარგია. ანუ რას ხედავთ, რა იქნება განვითარება ელექტრონული კომერციის ბაზრის, არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც რა ტენდენციები შეინიშნება? მე ახლა ამ ეტაპზე ძალიან მომწონს AR მიმართულება, ანუ augmented reality, ანუ ჩემი აზრით ეგ არის ერთ-ერთი მომავალი რა. აი ამასთან მინდოდა ავეჯის შეკვეთა და იმას ფიქრობდი, რომ ახლა რა კარგი იქნებოდა AR ფუნქცია რო ქონეს ამ საიტს, რომ პირდაპირ აქვე ჩემივე ტელეფონით აღვიქვა ავეჯი როგორ დაეტევა, რა ფერის იქნება, ინტერიერში როგორ მოუხდება და სხვათა შორის უკვე ძალიან ბევრი ტექნოლოგიები, აი დიდი ბრენდები, H&M და მსგავსი ბრენდები ტესტავენ AR ფუნქციებს რა დონეზე, რომ უკვე შეგიძლია რომ სურათი გადაიღო შენი ჩააგდო და AI დააგენერირებს AR-ი არ არის ამ შემთხვევაში AI და AR-ის არსებულ მაღაზიებში იმ ავეჯს და მოარგებს უკვე ამ ფოტოს, ხო და ავეჯს და ფასებსაც იქვე მიდის. ხო, და ანსაცმელზეც რა შეგიძლია რომ შენი უბრალოდ ეს აღნაგობა ჩაუგდო სურათი და თვითონ ჩაგაცმევს და აი ძალიან მომწონს რა რომ შეგიძლია აღიქვა თუ არ მეშლება ეგ ქონდა ვიღაცას გაკეთებული, ოღონ იყო ეგ საკუთარ ფოტოს იმაში უფრო ქალბატონებისთვის იყო და კოსმეტიკურ იმებს პირდაპირ აღგებდა თან ფასებსაც გეუნეოდა რაღაც. კი, ეგეც არის ხო. სათვალეების ბიზნესისთვის მაგალითად ძალიან მაგალითად. კი. აი ეგ მიმართულება რა ვფიქრობ რომ ძალიან ასათვისებელი არის და არ დაგიმალავ და გეტყვი რომ არიან ქართველები ვინც მაგ მიმართულებაზე მუშაობენ. ძალიან კარგი, მაშინ შვენიერი. და კიდევ ერთი მიმართულება ძალიან მომწონს და სულ რაც ფიქრობ რომ ამ მიმართულებაშიც რაღაც უნდა ვიაქტიუროთ ქართველებმა, ეს არის აი TikTok Shop-ი, მაგალითად ამერიკაში რაც არის, ანუ იდეალურ დონეზეა მიყვანილი რა, ანუ შეგიძლია რომ scroll-ო რაღაც პროდუქტი შეხვდეს, რომლის რევიუსაც ჩვეულებრივი მომხმარებელი წერს, ეს ინფლუენსერი არ არის, არაფერი დაკვეთილი არ არის, თავისი ობიექტური შეფასება აქვს და ქვემოთ იქვე აქვს add to cart აპლიკაციაშივე. და იმედი მაქვს, რომ TikTok Shop-ი საქართველოში ძალიან მალე შემოვა და ხელმისაწვდომი იქნება, თუ არა და კარგი იქნება რაღაცა ერთგვარი რაღაც affiliate პლატფორმა რო არსებობდეს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ეს პროდუქტები კონტენტ კრეატორებმა თავიანთი ლინკით გააზიარონ, თვითონაც რაღაც საკომისიო მიიღონ, სამოტივაციოდ და აი უფრო მეტი კონტენტი რო იწარმოოს პროდუქტის რევიუების მიმართულებით. იგი ეხა ჩვენ არ დაგიმალავ და გეტყვი რომ გეგმავთ TikTok-თან კომუნიკაციას უკვე ასე ვთქვათ, ჩინეთში ვთხოვეთ. ესეც ცოტა გავლენიან ადამიანებს რომ დაგვაკავშირონ და ზუსტად მაგ მიმართულებაზე გვინდა რომ დაველაპარაკოთ. ეგ იქნებოდა რევოლუციური. საქართველოშიც ასე ვთქვათ, ეგ ეს გაიხსნას რა. დაიძრას ეგ პროცესი. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩემი აზრით TikTok Shop-ი რასაც აკეთებს და პლუს TikTok Live-ი, აი ბევრმა არ იცის დღემდე, მაგრამ აი ჩინურ ბაზარი არის ჩვენთვის ჩაკეტილი რა, ანუ ესე საჯაროდ არ გამოდის, მაგრამ ჩინურ ბაზარზე, რასაც Alibaba, WeChat-ი და მოკლედ ბევრი აკეთებს, ну WeChat-ი ხო საერთოდ, მაგათ აქვს რაღაც სოციალური ქსელი და TikTok-საც პრინციპში თავი ByteDance აქვს თავისი სოციალური ქსელი ჩინურ ბაზარზე და იქ არის ძალიან ტრენდში live shopping-ი. აი ლაივში არის. აი თუ გინახავთ რაც მინდა რა, რაღაც ლაივში რო გოგო არის და ესე სამ წამს იმას რო აგდებს, ხო, კი, და მილიონებს აკეთებს მაგიტას. ეხლა მაგდონეზე ალბათ მაგ ხარისხის ლაივები არა, მაგრამ რაღაცა ლაივ შოპინგი რო იყოს, რომ ლაივშივე იყიდებოდეს ეს პროდუქცია? კი, ეხლა გიგი ცოტა ასოციაციის ქებაში არ ჩამომართვა, მაგრამ ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩინეთიდან სპეციალისტები და ეხლა ალბათ უკვე იქითა კვირიდან დავიწყებთ ამის კურსების გაკეთებას რა, ანუ ჩინელი პროფესიონალები ამ მიმართულების შეასწავლიან ქართველებს და დაახლოებით წელიწადში გვინდა რომ 1200 სტუდენტი solo entrepreneur-ი გადავამზადოთ რა. და ხო, ეგ წარმატებები რა, ეხლა ისეთ რაღაც ახსენეთ, ხო, ძალიან მაგარია. უშუალოდ ეხლა რაიმე ახალ პროექტებზე თუ მუშაობთ, არ მხოლოდ e-commerce-ის მიმართულებით, ზოგადად რა გეგმები გაქვთ, ეგეც რომ გაგვაცნოთ. კი, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყველაზე ამბიციური სტარტაპი წელს, რაც
მაქვს ეს არის Homu, ეს იქნება ერთგვარი აპლიკაცია, ციფრული ეკოსისტემა, რომელიც გაერთიანებს ყველა სამშენებლო პროექტებს საქართველოში და მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ სრულიად უფასოდ ჩამოტვირთონ როგორც Android-ზე, ისევე iOS მოწყობილობებზე ეს აპლიკაცია და ისეთი ტიპის კარგი ფუნქციები გვექნება, როგორც არის მაგალითად უბნების მიხედვით სიახლეების გამოწერა, ბინის რაღაც კონკრეტული სამშენებლო პროექტის ფასის გამოწერა, რომ მაგალითად შეტყობინა მოგივიდეს, რომ ან ფასი დაეცა, ან გაიზარდა და არა მარტო ეგ აპლიკაციიდანვე შეგეძლება მაგალითად საკონსულტაციო ვიზიტი ჩანიშნო უშუალოდ დეველოპერ კომპანიასთან, რომ მაგალითად ხვალ გინდა რომ ეწვიო ამა თუ იმ პროექტს და დაათვალიერო ადგილზე. და არა მარტო ეგ გვინდა რომ ასევე ამ აპლიკაციაში იყოს ყველა ტიპის შეთავაზებები, რაც კი სამშენებლო პროექტებს გააჩნიათ, ყველა ერთიანად გავაერთიანოთ და ერთგვარი რაღაცა სუპერ აპი შევქმნათ სამშენებლო პროექტებისთვის. რომ მომხმარებელს ბევრად უფრო გამარტივდეს როგორც საინვესტიციო ბინის მონახვა, ისევე პირადი მიზნების რომ თავისი ოცნების ბინა იყიდოს ბევრად. ძალიან მაგარია. ეს გვაქვს და კიდევ ერთი რასაც ვიტყოდი, ETH-Summit-ი, რომელიც უკვე 2 წელია საკმაოდ დიდი მასშტაბით ტარდება. წინა წელსაც ჰქონდა და წელს უკვე გვინდა რომ საერთაშორისო მასშტაბზეც გავიდეთ, უცხოენოვანი სპიკერები ჩამოვიყვანოთ და აქვე რაღაც ექსკლუზიურად დავანონსებ, რომ Global Tech Tbilisi არის ესეთი მიმართულება ახალი და მათთან დავპარტნიორდით და მოკლედ ამ მიმართულებაში უცხოელი იუთუბერების ჩამოყვანა გვინდა. თუმცა დეტალებს მაინც არ დავასახელებ, მირჩევნია და რაც შეეხება ETH-Summit-ის ქართულ ღონისძიებას, ქართულიც ტრადიციულად გვექნება ყოველთვის ნოემბერში. ვატარებთ ხოლმე, სადაც ციფრულ მარკეტინგზე ვლაპარაკობთ და ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს ციფრულ ტრენდებს და ETH-Summit-ზე ასევე გვეგმავთ community-ის დალანჩვა, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ეს ციფრული ტრენდები კიდევ უფრო ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ხშირად ყოველთვიურ მასშტაბში გადავიდეს და უფრო ბევრად უფრო პატარა ღონისძიება, მაგრამ რაღაცა meetup-ებივით, ახლა უცხოეთში სულყურებ ხოლმე, ძალიან კარგი კულტურა აქვს, რა ეს meetup-ები, იკრიბებიან რაღაც მარკეტერები, თვითონვე განიხილავენ რაღაც ყოველთვიურად რაღაც ტრენდებს და გვინდა რომ ციფრულ მარკეტინგში კონკრეტულად ეგ მიმართულებაც გავააქტიუროთ. ეგ ძალიან მაგარია, მგონია რომ ამის აუცილებლობა ნამდვილად არის რა ბაზარზე რა. ნამდვილად და მაგარი იქნება თუ იმისიზამთ რა, საფუძველს ჩავუყდეთ მაგას რა. აუცილებლად. ბოლო კითხვა რომ დავსვათ, ხა თქვენ თვითონ რა პლატფორმებს იყენებთ ელექტრონული კომერციის, ქართული, არაქართული? ხო, აი TikTok Shops შევეხეთ და მაგას ვიტყვი რომ არის ესეთი პლატფორმა Tixtari და კიდევ Allo Data ესე ქვია. ეს ორი პლატფორმა არის კარგი იმისთვის რომ research-ისთვის ვიყენებ ხოლმე რომ დავინახო პირველ რიგში უცხოურ ბაზარზე რა არის ტრენდში და რა სურთ მომხმარებლებს და შესაბამისად მაგის მიხედვით ადაპტირდები ხოლმე ხან ვფიქრობ რომ შეიძლება ქართულ ბაზარზე ჩამოვიტანო ეს პროდუქცია და გავყიდო ან შეიძლება დავინახო ტრენდი რომ ეს პროდუქტი რომელიც ამერიკაში ძალიან დიდი მასშტაბით იყიდება აღმოჩნდეს რომ არის ავსტრალიურ ბაზარზე არის საერთოდ არ იყიდება რა ძალიან დაბალი მოთხოვნა არის კონკურენცია არის და მაგის მიხედვით დავლანჩო კიდევ როგორც ესე ციფრულ მარკეტერს და e-commerce entrepreneurs ყოველთვის გჭირდება ხოლმე data tracking-ი და ამ მიმართულებით არის ესეთი თული Triple Whale. თუმცა ესეც უცხოურ ბაზარზე თუ გიწევს მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენთან უფრო ნაკლებად არის tracking-ის პრობლემა რა ეს policy Meta-ს ნაკლები შეზღუდვები აქვს, მაგრამ აი ამერიკულ ბაზარზე როცა მუშაობ, იქ ვისაც iPhone-ის მოწყობილობები აქვს, მაგათი tracking-ი ძალიან რთული არის. შესაბამისად საჭირო არის ეს conversions API მიმართულება და ეს Triple Whale არის ერთგვარი რაღაც პლატფორმა, რომელსაც შეუძლია ძალიან ზუსტად დეტალურად მოგაწოდოს შენი რეალური კამპანიის შედეგები, იმიტომ რომ Meta-ში შედიხარ იქ შეიძლება გიჩვენოს, რომ conversion-ი გაქვს 5 და CPA $50, როცა რეალურად conversion-ი შეიძლება გქონდეს საერთოდ 10 და CPA $25 რა. ძალიან დიდი სხვაობა არის და მაგ პლატფორმასაც ვიყენებ და მაგის გარდა ქართულ ბაზრისთვის ალბათ ვიტყოდი, რომ უფრო ტრენდებს ვაკვირდები ხოლმე. Google Trends-ი და კიდევ keyword research tool-ები ვიყენებ ხოლმე, ეს პერიოდულად და სხვა პრინციპში არაფერი არ მოხსენდება.
ну, გარდა იმისა, რომ task-ების მენეჯმენტი და ეხა ის როგორც გუნდური მუშაობა ყოველთვის საჭიროა, რომ რაღაცა CRM პლატფორმებთან მქონდეს მუდმივად შეხება. კეთილი. კარგი. ძალიან დიდი მადლობა, გიგი, ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა და ბევრ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევის.